გამარჯობათ მეგობრებო. ესე იგი დღეს ვისაუბრებ ასეთ რამეზე. რა არის ეგო და რას აკეთებს ის ჩვენს საწინააღმდეგოდ? როგორ მოქმედებს? ანუ ეგო ჩვენი მე, რაც შეუმჩნეველი არის ჩვენ თავში და რას საქმიანობს ის ფუნდამენტურად. ეგო არის ჩემი აზრით ესეთი რაღაცა. ის გამოხატავს თავის მდგომარეობას ისეთ ვარიანტში, რომ ჩაგაყენოს ნეგატიურ მდგომარეობაში, რათა თავი გამოამჟღავნოს უკეთეს ვარიანტად. ანუ შენი თავის უკეთეს ვარიანტად. იცილობს დაგაბრალოს რაღაცები, რომც არ აკეთებდი, ანუ კარგადაც რომ იქცეოდე, ანუ სხვის მიმართაც, გინდა შენ თავის მიმართაც, იცილობს დაგაბრალოს, რომ შენ ხარ ნეგატიური, შენ ხარ მზრდელი, შენ ხარ ცუდი პიროვნება, სხვაზე ცუდი მოაზროვნე. სხვაზე ცუდად ფიქრობ. აი რომ საკეთებდე კაი საქმეს ეხმარებოდე სხვასთან რაღაცა მოგდაგვარი, მაინც ცდილობს რომ პირიქით შავი გადაგაფაროს. აი ეს არის ეგო. ასევე რაღაცნაირად დაგძაბოს ისეთ მომენტებში, გაგახედოს იქით-აქეთ, ანუ რომ დააკვირდე შენთან საიდან რა ხდება და როგორ ხდება, ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდები. აქედან გამომდინარე, ეს არის მანიპულაცია, ანუ ყველაფერი მანიპულირებს შიგნიდან, რათა გამოამჟღავნოს შენი ნამდვილი ვარიანტის ცუდი ვარიანტი. თუ არა ხარ აყოლილი მართლა იმ ცუდ ვარიანტს და ანუ ხარ იქით გადასული, საითაც როგორც ეძახით, კარგები იხედებიან. ამის ხომ მიდოდა დღეს.